ახალი წელი ხელოვნების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ხშირად არ ვიცით, საიდან მოდის ჩვენამდე ის სუვენირები და საახალწლო სათამაშოები, რომლებიც ამ ჯადოსნური დღეს გალამაზებასა და ემოციების გაზიარებაში გვეხმარება. ხო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს ერთი საინტერესო ადამიანი გაგაცნოთ. თითქოს ცოცხალია და ხელში რო აიყვან, ხანდახან მეც მისაუბრია ჩემთო ჯინებთან. ცალ-ცალკე იწყობა კარკასი, მხოლოდ სამაგრი აქვს, აი ეს მავთული. მავთულზე პირდაპირ ახვევ ბამბას და უკვე იწყებ ნელ-ნელა აი ესე თითეული დეტალის გამოყვანას. აი მწუთას როგორ ხასიათზე დაცხარ, ხო? რეალურად ისეთივე სათამაშოს აკეთებ. აუ, ძალიან რთულია თქვენი შორიდან ყურება და შემოგიერთდებით რა. დიდი სიამოვნებით. ოღონდ ჯერ ხელთათმანები ჩაიცით, თუ შეიძლება დაგჭირდებათ მუშაობის პროცესში. კი ბატონო და ყველაზე მარტივი რა შემიძლია რომ გავაკეთო და თან არ დაგიზიანოთ ნამუშევრა. დაზიანებით ვერ გააზიანებ. ყველაზე რთული რისი დამზადება არის ნამუშევრის აგებისას? ნამუშევრის აგებისას საბოლოო ჯამში ყველაზე რთულია მოხატვის პროცესი. ყველაზე რთული და განსაკუთრებულად თვალები. იმიტომ რომ თვალებზეა დამოკიდებული მთელი თოჯინის ხასიათი, გარეგნობა და საბოლოო ჯამში გიწყვიტავს რა უნდა ჩააცვა, რითი უნდა შემოსო ესა თუ ის თოჯინი. ყველას აბსოლუტურად აქვს განსხვავებული საკიდი, იმიტომ რომ საკიდსაც კი ხელნაკეთს ვაკეთებ ყოველთვის. ერთნაირი არ არსებობს ხელნაკეთი. საახალწლო პერიოდში, რადგან ამდენი ხანი სჭირდება ზოგადად დამზადებას, რამდენი ხნით ადრე იწყებთ მუშაობას? იანვარი როგორც კი ჩაივლის, თებერვლის თვიდან რეალურად მე უკვე მუშაობას ვიწყებ. რადგან საკმაოდ დიდი დრო მიაქვს აი ესეთი სტილით დამუშავებულ თოჯინას. ერთი კვირა ჩათვალე საშუალოდ ერთ თოჯინას სჭირდება ესკიზიდან დაწყებული, ჩაცმით დამთავრებული. აი შრობის პროცესს რეალურად მიაქვს დრო. მერე კორექტირებას მიაქვს დრო და ასე შემდეგ. ამიტომ წელიწადში მაქსიმუმ 50 მსგავსი თოჯინა გაკეთდეს. აი ეს ნახე როგორი სისქეა? ეს სისქე გამოგადგება, მაგრამ ეს უნდა დააწვრილო კიდევ, რომ წვივებს ნაზად წამოვა. მოდი ეს ნიჭი. ამ დროს კიდევ უფრო კარგად ხვდები რეალურად რა შრომადებს იმ სილამაზეში, რასაც ჩვენ უბრალოდ ვუყურებს და მოგვწონს. აი, რადგან თითოეული ნამუშევარი ხელით იქნება, ყოველ მათგანში განსხვავებული ემოცია დევს. რისი მიტანა გინდათ მომხმარებლამდე და რა ემოციებს დებთ მუშაობის პროცესში, ძალიან საინტერესო იქნება. ყველა მომხმარებლამდე მინდა ბედნიერი ღიმილის მიტანა. გულში ცხოვრების ბოლომდე ბავშვებად ვrჩებით. ეს პროცესი არის ნამდვილად ძალიან საინტერესო და სასიამოვნო. 2025 წელი კი სულ რამდენიმე საათში დასრულდება. ამიტომ დროა ჩემი საჩუქრების მზადების პროცესი უფრო აქტიურად განვაგრძო. თქვენ კი ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ.